არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით სრულიად ცვლიან სხვების ცხოვრებას და არა მარტო ცხოვრებას, ცვლიან ქალაქს, სადაც ცხოვრობდნენ, ალამაზებენ და ამდიდრებენ მის ისტორიას. 10 წლეულების გასვლის შემდეგ შესაძლოა ბევრს აღარც კი ახსოვდეს მათი სახელები, მაგრამ სამაგიეროდ არასოდეს არავის ავიწყდება ის, რაც მათ შექმნეს. აი მათი ქალაქის და ქვეყნის ისტორია კი სამუდამოდ იმახსოვრებს მათ სახელებსაც და იმ საქმეებსაც. დღევანდელ გადაცემაში სწორედ ასეთ ადამიანებზე მოგიყვებით. ხალხზე, რომლებმაც თავის დროზე ჩვენი ულამაზესი ქალაქის ბინადართა ცხოვრება შეცვალეს. მე-19 საუკუნის ტფილისში ლეგენდებს ყვებოდნენ ადამიანზე, რომელსაც თავისი წამლებით თითქმის უკურნებელი სენის განკურნებაც კი შეეძლო. ამიტომაც სოლოლაკში ამ სახლთან, რომელსაც თქვენ კადრში ხედავთ, თურმე მუდმივად უამრავი სნეული იდგა, რათა ფარმაციის მაგისტრის სასწაულმოქმედი წამალი მიეღო. მაგისტრს ფერდინანდ ოტენი ერქვა. საერთოდ ძალიან ძნელია წამალსა და აფთიაქზე ისაუბრო იმერის წინაშე, რომელსაც კოლხი მედეა და ფანასკერტელი ყავდა, ან თუნდაც რაღაც საუკუნე ნახევრის წინ ხევსურეთის დასტაქარი მგელი კალიკოკელი, რომელიც სულ რაღაც 1 საათში აკეთებდა ტრეპანაციას, მერე 1 საათი თავისი დამზადებული წამლით კურნავდა და მერე 1 საათში პაციენტს ცხენზე ამხედრებული უშვებდა სახლში. თუმცა ის ადამიანი, ვისაც ჩვენ დღეს გავიხსენებთ, ნამდვილად ღირს რომ გამოვლოტაცოთ არ დავიწყებას, ეს გახლავთ გერმანელი მაგისტრი ფარმაციის ფერდინანდ ოტელი. დღევანდელ ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ამ ულამაზეს შენობაში ახლაც აფთიაქია, თუმცა იქ შემსვლელთაგან ცოტამ თუ იცის იმ ადამიანის შესახებ, ვისაც თავის დროზე ეს არაჩვეულებრივი სახლი ეკუთვნოდა. ფერდინანდ ოტენმა 1902 წელს მაშინ სოლოლაკის ქუჩაზე, ეხლა ლეონიძის ქუჩის სახლს ატარებს, იყიდა მიწის ნაკვეთი და აიშენა ულამაზესი შენობა, 3 სართულიანი, რომელიც დღემდე დგა. პირველ სართულზე განეთავსა აფთიაქი, მეორე და მესამე სართულზე თავად ცხოვრობდა. მინდა გითხრათ, რომ პირველი სართული, სადაც აფთიაქი იყო და ამჟამადაც აფთიაქი ფუნქციონირებს, ეს იყო უნიკალური მოხატულობის სახლი. კედლები ჭერი, მოხატული იყო სამკურნალო მცენარეებით, სამწუხაროდ 21 წელს, როცა ასე ვთქვათ, კომუნისტებმა შეარემონტეს, სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს, აი ამ უნიკალური ნახატებიან აფთიაქში, გალეს ეს სახლი და ეს უნიკალური მხატვრობა დაიფარა, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველაფერი 1878 წელს დაიწყო, როცა ფერდინანდ ოტენი თბილისში შემთხვევით ჩამოვიდა. ჩამოვიდა საქართველოში 78 წელს, მე-19 საუკუნის 78 წელს, სრულიად შემთხვევით. მას ჰქონდა პირადი პრობლემები სწავლასთან დაკავშირებით, სწავლობდა დერტის უნივერსიტეტში, მერე ჩააბარა მაგისტრატურაში. ეს ყველაფერი იყო ფინანსებთან დაკავშირებული, ჰქონდა ვალები, ამიტომ როცა რუსეთმა დაიწყო ომი თურქეთთან, წავიდა ომში, მაგრამ როგორც აფთიაქის უფროსი, ლაზარეთთან არსებული აფთიაქი. და ომი რო დამთავრდა, ეთყობა იქ, რაღაცა შემოსავალი იყო, რომ ვალების გასტუმრების მიზნით წავიდა ომში. ომიდან რო ბრუნდებოდა კარსიდან, გავლით აღმოჩნდა თბილისში. გაუგია, რომ აქ არის საკმაოდ ძლიერი გერმანელთა სათვისტომო. ცოტა ხნით გაჩერდა. ეთყობა, შევიდა კონტაქტში, გაეცნო ხალხი და რა თქმა უნდა ლუთერანულ ეკლესიაში და შესთავაზა სამსახური ჰენრიხ სტრუვის ლაბორატორიაში. ამ დროს ფერდინანდ ოტენს ჰქონდა ფარმაციის მაგისტრის წოდება. ოტენმა მოიყვანა ჰენრიხ სტრუვის ქალიშვილი ცოლად. მაშინ გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესის განვითარება. ჯერ აიღო იჯარით საქალაქო აფთიაქი, ეგრეთ წოდებული იყო
თბილისის ამბულატორიასთან არსებული. მუშაობდა იქ ცოტა ხანი, ეთყობა დააგროვა სახსრები და გამოისყიდა ერთ-ერთი აფთიაქის სოლოლაკში. იყო პატარა უფრო სააფთიაქო მაღაზია. იყო ესეთი სომეხი ექიმი შაჰპარანიანცი დაბიძეს ქუჩაზე, ახლანდელ დაბიძეს ქუჩაზე, მაშინდელი განოვსკაია თუ არ ვწდები. მქონდა ეს პატარა აფთიაქი, იყიდა და დაიწყო ამ აფთიაქის ამუშავება. ამასობაში შეისყიდა სოლოლაკში მიწის ნაკვეთი. და აშენა იქ ეს სამსართულიანი სახლი, რომელიც დღემდე იქ დგას. ამ სახლში ფერდინანდ ოტენი ცოლთან და 12 შვილთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა მოგვიანებით, როცა ისინი მოვიდნენ, ვინც ყველას ათანასწორების სახელით და ვითომ და ხალხის კეთილდღეობის მიზნით უამრავ ბოროტებას ჩადიოდნენ, ოტენებს სახლი ჩამოერთვათ. შენობა კომუნალურ ბინად გადაკეთდა, ხოლო ყოფილ მფლობელებს ყოფილი მოსამსახურეების ერთი ოთახი სამადლოდ გამოუყვეს. როგორც კი შემოვიდნენ ბოლშევიკები, პირველ რიგში ეს შეეხო აფთიაქს. ფერდინანდ ოტენი უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო. და ეს მისთვის იყო უმძიმესი დარტყმა. სახლზე ჯერ არ იყო საუბარი, სახლი წაართვეს მოგვიანებით. როგორც ვიცი ბებიაჩემისგან, რომ ჯერ გააკეთებინეს კაპიტალური რემონტი, შედარებით ახალ აშენებულ სახლი იყო 1920 წელს აშენდა. იმ პირობით, რომ თუ სახლი იქნება შესაბამის მდგომარეობაში, სახლს არ წაართმევენ, გააკეთა კაპიტალური რემონტი, არ ვიცი რას ნიშნავდა, ალბათ შეღებეს თავიდან, რაღაცა სახურავი გადააკეთეს და სახლი წაართვეს. მის და ცოლს დაუტოვეს ოთახი იყო იქ, მომსახურების ოთახი და სამზარეულოში გავშვეს. დანარჩენი გააკეთა ტიპიური კომუნალური ბინები. მაგრამ ფერდინანდს მაინც ბედი ქონია, რომ 30 წელს გარდაიცვალა ინსულტით, მაგრამ საკუთარ სახლში, საკუთარ საძოლში, საკუთარ ცოლთან, შვილებთან. და არ იცოდა რა ელოდებოდა მის შთამომავლების მომავალში. სამწუხაროდ, საბჭოური რეჟიმისათვის ოტენების დიდი ოჯახის თითქმის ყველა წევრი ხალხის მტერი აღმოჩნდა. შემდეგ იყო რეაბილიტაცია. ბევრი საუბრები ოტენის როგორც ფარმაცევტის დამსახურებაზე. თუმცა საბოლოო ჯამში შთამომავლებმა მხოლოდ ვარაუდის დონეზე იციან სადაა დაკრძალული ტფილისის საპატიო მოქალაქე, პროვიზორი ფერდინანდ ოტენი. სად დაიკრძალნენ მისი დახვრეტილი შვილები, გადასახლებული მოხუცი მეუღლე და დები. ადამიანები, რომლებიც როგორც ამ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, ძალიან დააკვდნენ ქალაქს. სავარაუდოდ არ უნდა ვწდებოდე, დაკრძალული იყო კირხის ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედან და მარჯანიშვილის მეტროს წინ. ამჯერად ეს საფლავი და იქ ძალიან ცნობილი გერმანელები იყვნენ დაკრძალულები. კირხის დანგრევის შემდეგ ეს სასაფლაოც გაუქმდა. ასე რომ ფერდინანდის საფლავი ჩვენ არა გვაქვს როგორც არც არავისიც. სახლი, სადაც ახლა ჩვენი კამერა მოგზაურობს, ტფილისის მეწარმესა და მეცენატს, მაქსიმე ანანოვს ეკუთვნოდა. ანანოვების სახლი ეს არის მოდერნის ტიპის, მოდერნის სტილის პირველი შენობა თბილისში და ისტორიულად გარდა იმისა, რომ მისი პატრონი ქმნიდა თვითონ ისტორიას და ძალიან დიდ თვითონ არქიტექტურის თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა. მე-19 საუკუნეში ანანოვების გვარი მთელი ტფილისის, საქართველოს, რუსეთის და საფრანგეთის მცხოვრებლებისათვისაც კი ძალიან ნაცნობი და საპატივცემულო იყო. მე-19 საუკუნის ბოლოს მათი სახელი საქართველოში გვხვდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ
ისინი იყვნენ ცნობილი პირველი გილდიის ვაჭრები, ცნობილი მეწარმეები და მეღვინეები, ფლობდნენ აჯამეთის დღეს და ამ აჯამეთის დღესთან დაკავშირებულ ხე-ტყის წარმოებას. არამედ იმიტომ, რომ აი მათ ვის შესახებაც ახლა მოგიყვებით, ესენი არიან ძმები ანანოვები, სიკეთის კეთების საოცარი ნიჭი ქონიათ. ანანოვებისა და მაქსიმე ანანოვის აშენებულია ცნობილი გერმანული პანსიონი, რომელიც სულ თავისი სახსრებით დააშენა მაქსიმე ანანოვმა, რომელსაც დღესაც სკოლა ფუნქციონირებს და ერთ-ერთი იდუმალ და მისტიურ შენობად ითვლება სოლოლაკში და თბილისში საერთოდ. უზომოდ ბევრს წირავდნენ ობლების დასახმარებლად, ძალიან დიდ თანხებს წირავდნენ. მათი აშენებულია ყრუმუჯ ბავშვთას პანსიონი პირველი და მთელი ცხოვრება ინახა მაქსიმე ანანოვმა აი ეს პანსიონი. იმ პერიოდში, როცა მოღვაწეობდა მაქსიმე ანანოვი და კიდევ ერთი რამ, რაც აღსანიშნავია, მათი ღვინო და კონიაკი და შამპანური ერა არა მარტო რუსეთის გუბერნიაში და რუსეთში იყო ცნობილი, არამედ მთელ ევროპაში ქონდა მოდებული, ქონდათ უამრავ გამოფენაში მიღებული მონაწილეობა და ყველგან ოქროს მედლები ქონდათ ჩამოტანილი. ანანოვები არასოდეს აფუჭებენ თავიანთ ღვინოს, წერდა იმდროინდელი ივერია ანანოვების საქმიანობის შესახებ. საერთოდ ცხოვრებაში ესე ხდება, რომ ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას. და მე აი ეს ერთი შეცდომა სამწუხაროდ 1000 სიკეთეს ფარავს, ასე დაემართათ თავად ანანოვებსაც. გითხარით მე რომ მათ დიდი ზვრები და ბიზნესი ფაქტიურად ქუთაისის გუბერნიაში ქონდათ მაშინ და საქმე მიდგა რკინიგზის გაყვანაზე. ჩავიდნენ პეტერბურგში ძმები ანანოვები, ფული გადაიხადეს და მოახერხეს რომ რკინიგზას ქუთაისში კი არ გაევლო და ქუთაისთან კი არ გაევლო მათ სოფელზე რიონზეც. იმიტომ რომ მათ გაადვილებოდათ ბიზნესის წარმოება. რა თქმა უნდა, ამან ეკონომიკას და ქუთაისის განვითარებას დიდი ლახვარი ჩასცა. გვიან, მაგრამ მიხვდნენ ანანოვები თავისი შეცდომას, სადღაც 10 წლის შემდეგ ცხოვრების ბოლომდე ინანიებდნენ ამას და რაღაცა ისეთი დამნაშავესავით გრძნობდნენ თავს, ამაგეროთ მე უკვე როცა ქუთაისის რიონის ხაზმა გაიარა, დიდი წილი თანხა ანანოვების ჩადებული იყო აი ამ რკინიგზის მშენებლობაში. ცნობილი მილიონერი მეწარმის და მეცენატის მაქსიმე ანანოვის პირდაპირ შთამომავლების შესახებ ინფორმაციას ტფილისის ისტორიაზე შეყვარებულმა ჟურნალისტმა ირმა მაყაშვილის სინაურიძემ ვერსად მიაგვია. თუმცა ცნობილია, რომ მაქსიმეს ძმის შთამომავლები ამერიკაში დასახლებულან და 10 წლის წინ ვერის სასაფლაოზე დაკრძალული მაქსიმეს საფლავის მოსავლელად ფულიც კი გამოუგზავნიათ. მაქსიმე ანანოვის საფლავი უпроსტურად აკლდამა კი ნამდვილად ღირს მოვლად. ის შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური ნაგებობაა, ისევე როგორც ყველაფერი, რაც ანანოვის სახელთან იყო დაკავშირებული. აწლეულების შემდეგ მაქსიმე ანანოვის აკლდამის ზედა სართულის კარი პირველად ჩვენი გადაცემისთვის გაიხსნა. მე ვთვლი, რომ ესეც ხელოვნების ნიმუშია თავისებური, მე მიხარია, რომ სწორედ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა იმისა, რომ ამდენი წლის შემდეგ ანანოვების აკლდამამ დღის სინათლე იხილა, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს იყო დაკეტილი და საერთოდ მე თუ მკითხავთ ვერის სასაფლაოს მუზეუმად ვაქცევდი. ეს რუსთაველის თეატრია. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობა. მისი ისტორია დაიწყო როგორც ზღაპრებში. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ძალიან მდიდარი თბილისელი მეწარმის შვილი, ისაი პიტოევი. ყმაწვილი, რომელმაც სიყვარულის საძებნელად 9 მთა და 9 ზღვა გადაიარა და ბოლოს ერთ მზეთუნახავს სტავროპოლის მხარეში მიაგნო. მზეთუნახავს ძალიან უყვარდა მუსიკა, სცენური წარმოდგენები. ხოდა ყმაწვილიც დაპირდა მზეთუნახავს, რომ მას ყველაფერი ექნებოდა, რაც უყვარდა. ყველაფერი სოლოლაკში დაიწყო. ეხლანდელი ქიქოძის ქუჩაზე, სადაც პიტოევების ოჯახის თავი. ეგორ პიტოევი ცხოვრობდა. კნიაზი პიტოევი, უმდიდრესი თბილისელი იმ დროის საქართველოში. იგორ პიტოევს 6 შვილი ყოლია, 5 ვაჟი და 1 ქალი. რამდენიმე ხანში ეგორ პიტოევი გარდაიცვალა. ოჯახის გადაწყვეტილებით, აი უდიდესი ბიზნესის სადავეები უფრო შვილს ისაის გადაეცა სამართავად. ისაი თბილისში დაბრუნდა.
და კომპანიას ისაი ეგორისტე და კომპანია სავაჭრო ფირმა სწორედ ის ჩაუდგა სათავეში და არა მარტო ჩაუდგა სათავეში, არამედ გააფართოვა და გააძლიერა იგი. თავისი ბიზნეს საქმეების საწარმოებლად ისაი პიტოევი ძალიან ბევრს მოგზაურობდა და ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს სტავროპოლში გაიცნო ადგილობრივი თეატრის მსახიობი, რომლის მშობლებიც მსახიობები იყვნენ, ოლგა მარქსი. ძალიან მალე იქორწინა ამ ლამაზ აქტრისაზე და მინდა გითხრათ, რომ თბილისელი მილიონერის არჩევანი და ბედის არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. მთელი ცხოვრება ისაი პიტოევი დაავადებული იყო ხელოვნებით. გადაწყვიტა, რომ საოჯახო თეატრი შეექმნა და შექმნა კრუჟოკი, როგორც მაშინ უწოდებდნენ, თეატრალური წრე, ანუ კრუჟოკი. მალე ეს კრუჟოკი ისე გაიზარდა, რომ 70-ს გადააჭარბა რიცხვმა მისი წევრების და იმართებოდა უამრავი სპექტაკლები იქ სახლში. ეს გახდა თბილისური ბოჰემის თავშეყრის ადგილი. მისა ეს ჰქონდა ერთი ძალიან დიდი ოცნება. ნამდვილი თეატრის აშენება უნდოდა. ერთხელაც ერთ ოცნება რეალობად აქცია შეისყიდა გოლოვინის პროსპექტზე, მაშინ რაღაცა მიწის ნაკვეთები და საძირკველი გაჭრა ნამდვილი თეატრის. ეს რაც შეეხება ამ ისტორიის ზღაპრულ ნაწილს, პროზაულად კი ცოტა სხვაგვარად ჟღერს. საბოლოო ჯამში კნიას პიტოევებს თეატრის შენობა მილიონი ოქრო დაუჯდა. თუმცა ქართული და ევროპული პრესა წერდა, რომ მსგავსი შენობა არავის არასოდეს უნახავს. ღირდა ხარჯად. თეატრის მშვენება იმდენად სრულყოფილი იყო, რომ ამის შესახებ იწერებოდა არა მხოლოდ თბილისის, ტიფლისის პრესაში, კავკაზი და ასე შემდეგ სხვა გამოცემები აღწერენ ამას, არამედ ცენტრალ რუსეთის საიმპერიო გაზეთები და ალმანახები წერენ თუ რა მშვენიერი შენობა აიგო, სათეატრო შენობა აიგო გუბერნია ტიფლიში, გუბერნიის ქალაქ ტიფლიში, ხო? მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ეს გახმაურდა და ევროპის პრესაშიც კი აღმოჩნდა ამის შესახებ ინფორმაცია. რატომ? იმიტომ, რომ ამ შენობას გააჩნდა მოძრავი სცენა, რაც სრულიად წარმოუდგენელი ფუფუნება იყო, არა თუ თბილისის თეატრების და არამედ ევროპის თეატრებისთვისაც კი რუსეთის იმპერიაში მხოლოდ ორ თეატრს, მოსკოვსა და პეტერბურგში გააჩნდა მოძრავი სცენა. 1901 წლის 7 თებერვალს გაზეთი ივერია იუწყებოდა. 6 თებერვალს ნაშუადღებს 2 საათზე აკურთხეს გოლოვინის პროსპექტზე ახლად აგებული დიდი შენობა ტფილისის საარტისტო საზოგადოებისა. მისმა არქიტექტორებმა შიმკევიჩმა და ტატიშჩევმა გამოიყენეს გვიანდელი ბაროკოს ფორმები და მოტივები, როკოკოს სტილის ორნამენტიკა. ვიღარ ესწრებოდა ამ გახსნას და ეს იყო თავარმართებელი აქ გახდა გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი, თუ კი ვინმე სამღვდელოების წარჩინებულებსობა იყო, რა თქმა უნდა, აქ ამ გახსნას ესწრებოდა, რომელიც ფანტასტიკ გუნდის გალობით და მსახიობთა თავშეყრით და დიდი ჰიმნები და პატივით გაიხსნა და რა თქმა უნდა, პუბლიკა თავშეყრილი იყო, ყველა რანგის და ყველა ჟანრის პუბლიკა იყო წარმოდგენილი. დიდებულთაგან და ყველა არავინ არ დაკლებია და რა თქმა უნდა დაბალი ფენის წარმომადგენლებიც იყო და წარმოადგინეს პირველ სპექტაკლად ვაიჭკუისაგან გრიბოედოვისა იმ საზეიმო დიდი ცერემონიალის შემდეგ და შემდეგ მეორე დღესვე უკვე ითამაშეს უკვე ქართული წარმოდგენა ჭკუისაგან ჭირს. თავდაპირველად შენობას მრავალფუნქციური დანიშნულება ჰქონდა. ის თეატრალური საზოგადოების საკლუბო ნაგებობას წარმოადგენდა. 1921 წელს თეატრს რუსთაველის სახელი ეწოდა. რაც შეეხება თავად ისაი პიტოევს, მილიონერ, ხელოვნებაზე, თეატრზე და ტფილისზე უზომოდ შეყვარებულ ძალიან თავდაბალ პიროვნებას, მისი ცხოვრება მისივე აგებული თეატრის კულისებში დასრულდა. ძალიან მორიდებული კაცი ყოფილა, მშვიდი, რაღაც ისეთი რო იტყვია ბუნჩულა კაცი. იმდენად მორიდებული, რომ არასოდეს აი ამ თეატრის სცენაზე არ გამოსულა. მიუხედავად საოჯახო სპექტაკლებში მონაწილეობდა თურ, მაგრამ თვითონ გამოვიდა მხოლოდ ერთხელ, ისიც იმ დროს, როდესაც ვითომ და ხანძრის გამო შეშფოთებული მაყურებელი დაშვიდა, რომ არაფერი არ მომხდარა, იგი ყოველთვის იდგა კულისებში და
ამ გამჭოლი ამ დიდი სცენის გამჭოლი ქარის გამო იგი გაციებულა დამარცხნია ფილტვების ანთება და თუმცა კი უშლიდნენ რომ არაო აქ არ დადგეო უკვირდა რატომ მთელი ცხოვრება აქ ვდგევა რომ ასე და რაღაცე უნდა გავცივდეო მაგრამ მაინც გაციებულა დამარცხნია ფილტვების ანთება და გარდაიცვალა ძალიან ცოტა რამ ვიცით ისაი პიტოევის შთამომავლების შესახებ, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ქონების გარეშე დატოვა. სამაგიეროდ ზუსტად ვიცით, როგორ გაგრძელდა რუსთაველის თეატრის ისტორია. 1959 წლის 9 ივნისს ხანძარმა თეატრის შენობა გაანადგურა. გადარჩა მხოლოდ რუსთაველის პროსპექტზე გამოსული ფასადი. ფოტოების მიხედვით შენობა 1 წელიწადში აღადგინეს. დროთა განმავლობაში კიდევ ერთხელ გახდა აუცილებელი შენობის კომპლექსური რეკონსტრუქცია. ეს ყველაფერი 1982 წელს დაიწყო და 1987 წლამდე გაგრძელდა. თეატრის აღდგენა რეკონსტრუქცია საბოლოოდ 2002-2005 წლებში დასრულდა.